რა გამომიწერი, აი ეს რა უბედურება. სამთვის ნაგროვები ამანადები ერთდროულად გამომიტანე და რამდენია. ჩემი ნაოპერაციები მუხლი უკვე იხრება, მაგრამ ბოლომდე ვერ. ამ პარკში არის სასოციალო ლუფები აეროპორტისთვის, მეგობრებმა რო გაცვალონ ერთმანეთში. აი ესეთი რაღაცები. მაგალითად ეს ბიჭისთვის. თან მეშინია რომ არაფერი აღარ ჩამეტევა, ისე გავხსნით. ღამის პერანგი, ძალიან კარგი ბამბის ნაჭერი 100%-ით ბამბაა და მაგის ნახევარით ავარჩია. გრილია, ეგრევე ეტყობა. და აღმოვაჩინე რომ ბამბის წინდებში არც ერთი ფეხსაცმელი არ მტკენს ფეხს. და ეს არის ჩემს საყვარელი წინდა. ულამაზესია და მეორე ერთი უკომფორტულესი, ურბილესი და თან 10 ლარი არის 3 ცალი. მაისური 1. ლამაზია. ასეთი საცურაო კოსტუმი მედია იწერება. ნებისმიერი პროდუქტის ლინკზე მომწერე Instagram-ს და გამოგიგზავნე. ყველაფერი არის ჩინეთიდან გამოწერილი, პინდუოდუოდან ან ტაობაოდან. ესეც ღამის პერანგია. საყვარელი ფოჩები აქვს. ეს რა არის? ეს არის კაბა. უბრალოდ უნდა დავტესტო, მართლა მაინტერესებს თუ ჩამეტევა. ძლივ ჩავედი ამ კაბაში ღმერთო, როდის დავიკლებ წონაში, აი ერთი სული მაქვს, ეს ფეხი მომირჭეს. რატო დავერთხი? იგივე მაისურია სხვა ბრენდით. ასეთი. ეს მომწონს ყველაზე მეტად. მე მუხლი ძალიან დავიწყის უკაცითლებული მაქვს. ვაიმე. აქ გვაქვს ესეთი უსაყვარლესი ზედა. მხოლოდ ეს ზომა იყო დარჩენილი. ერთი ესეთი მაისური უკვე მაქვს და ეს არის მეორე რომ სხვა ფერში. ყველაზე კარგი პერსახოცია დედამიწის ზურგზე. ესეთი პერსახოცია მთლიან ტანზე ყოფნის. ძალიან მსუბუქია და პარკში არიკავებს ბევრ ადგილს. ერთსაც აიტანს. წვეთებით რო ხარ სავსე და ესე გადაიტარებ, ერთ წამში ისრუტავს. ჩავატარო ტესტი, გავისველე ხელი და თან თვითონ არ მძიმდება. ამას ხურე რომ არაფერი არ დევს. და ნამდვილად არ დევს. ცელებმა მომატყუა და არაფერი არ გამომიგზავნა. ეს არის უმაგრესი შარვალი. დგომა აქვს ასწაული. 100%-ით ბამბა. შიგნიდან რაღაცნაირი რბილდად ბუნებული არის და კომფორტულია. იაპონური მოდელი, ჩინური მოდელი, არავინ როგორც ქვია. Adidas-ის ყველა ოფიციალური საიტი არის სტოკში. მაინც ჩინეთში იკერება ყველაფერი ამ შემოგვაქვს. რეზინებზეა. ჯინსზე მაგალითად ძალიან კარგი იქნება. ფერი მომეწონა და მაგით ავიღეთ. ვაიმე ძალიან კარგი ხარისხის არის. რაღაცნაირად არ მომწონს. ფოტოში თითქოს მე საყვარელო, მაგრამ ახლა რომ ვნახე ლაივში, ჩემი ფერი არ არის. ეს რა საყვარელი ღამის პერანგია. აი, ფისუნიები ახატია. ციფრი ფანაა თხელი. თავისი შორტი მოყვება. მანგოს ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მომწონდა, ამოყიდული იყო და ჩინეთში ვიპოვე და იქ ვიყიდე. თან არის ულამაზესი, ნაზესი, უთხელესი და თან კარგი ხარისხია. ვაიმე, ძალიან ზუსტად ისეთია, როგორც ფოტოებში იყო. მე მაქვს გიგანტური ფეხი. 42 გამოვწერე, იმიტომ რომ ჩინელებს ეს გონო უფრო პატარა ფეხები აქვს და უბრალოდ მაინტერესებს თუ ჩამეტევა. რამდენი გიგანტური ფეხი მაქვს, უბრალოდ აი დედაჩემს აქვს უთხელესი. ზუსტად ეს ფეხი საერთოდ დასიებული მაქვს ოპერაციის გამო.